თქვენ უყურებთ არჩევანს გიორგი გაბუნიასთან ერთად. მე კიდევ ერთხელ მაყურებელს ბოდიშს ვუხდი იმ დაძაბულობისთვის, რომელიც რამდენიმე წუთის წინ სახეზე გქონდა ჩვენ სტუდიაში. გასაგებია, რომ ემოციური ფონი ძალიან დაძაბულია და თავის შეკავებას ჩვენ სტუმრებს ძალიან უჭირთ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მათ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ ვისაუბროთ დამშვიდებულად, რაც არ უნდა მოხდეს, რაზეც არ უნდა გაკეთდეს განცხადება და ყველას ვთხოვ, რომ თემას ნუ გავცილდებით და ვისაუბროთ იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, იმ კონკრეტულ პრობლემაზე, რომლის განსახილველადაც ჩვენ დღეს შევიკრიბეთ აქ, იმისაც რომ მაყურებელმაც გაიგოს, რისი თქმა გვინდა და როგორია ჩვენი პოზიციები. ჩვენ ახლა ჩაგვერთვება, როგორც დაგპირდით, ეკა ბესელია მართველი გუნდიდან და მე მას მივესალმები. ქალბატონო ეკა, საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. საღამომშვიდობის, მოგესალმებით. ქალბატონო ეკა, ეს ერთიანი კომპოზიციის ნაწილია, რომელიც დესტრუქციულ ქმედებებს ისახავს მიზნად. ეს თქვენი განცხადებაა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის სახლთან გაიმართა აქცია. რა დაინახეთ დესტრუქციული მოქალაქეთა ამ მცირე ჯგუფის მიერ გამართულ აქციაში? მე მესმის, რომ ძალიან მძიმეა და ძალიან რთულია თავშეკავება და მშვიდად ყურება იმ ყველაფრის, რაც ხდება ეხლა თუნდაც თქვენთან ეთერში და რაც ხდებოდა მთელი აი ამ წინა პერიოდის განმავლობაში, რომლის შედეგი არის ის დღევანდელი რეალობა, რომელშიც ჩვენ ყველა ვიმყოფებით, აგრესიის ის ძალიან მაღალი დონე, რომელიც საზოგადოებაშია და მე მესმის ყველა იმ ადამიანის, რომელიც იყო მსხვერპლი მოძალადეების და იმ ძალადობრივი რეჟიმის, რომლის წარმომადგენელი ეხლა საუბრობდა თქვენთან პირდაპირ ეთერში, ადამიანი, რომელმაც იმდენად დაკარგა წონასწორობა, რომ ისეთი სიტყვებით საუბრობს, გულწრფელად გითხრათ, საკუთარ თავს გამოხატავს ამით მაგრამ ეს ის ადამიანია ნამდვილად, რომელმაც ვერ ამოგხადა სული, გადავრჩით, ცოცხლები ვართ ისინი, ვინც ამ რეპრესიებ გამოვლინებმა გაუძელით, მაგრამ რა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც შეეწირა იმ მოძალადეების რეჟიმს და სწორედ იმ საქმეების გამოძიება და იმ საქმეების მართლმსაჯულების სივრცეში მოქცევა ხდება დღეს. და ვინ საუბრობს დღეს ამ სამართლიანობაზე და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე? ის ადამიანები, ვინც სიმსხვერპლი იყო მარად ართმელიძე, რომან სურმანიძე, მურად გორგაძე, რატომ არ ახსენებთ ამ სამი ადამიანის გვარს, რომელიც სპეცოპერაციის დროს ნავთლუხის ბაზართან სრულად უდანაშაულო ჩახოცეს და ვინ აკეთებდა ამას? სახელმწიფოში მოკალათებული უმაღლესი თანამდებობის პირები. ქალბატონო ეკა, მე შემიძლია რომლების აქციის ორგანიზატორებთან, რომლებიც ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან, ამჯერად გავაგრძელებ, ჩვენ არ დაგვისრულებია, რა თქმა უნდა, უბრალოდ მე მინდა ანი ნადარეიშვილს მივმართო, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. მე არ დამთავრებია უკაცრავად, ჩემი აზრით. გიბრუნდებით, ქალბატონო ეკა. თქვენი კითხვით უნდა მივმართო, მე ანი, რატომ არ ახსენებთ აი იმ სამგვარს, რომელზეც ახლა საუბრობდა ქალბატონი ეკა? ქალბატონო ეკა, შეგიძლიათ გაიმეოროთ, მე მაინტერესებს რა პასუხი აქვთ აქციის ორგანიზატორებს იმ სამ პირთან დაკავშირებით, იმ სამ სახლთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ამოიკითხეთ ახლა. სად არ ვახსენო? გესმით ქალბატონო ეკა ჩემი? სად უნდა ვახსენო? ცუდად მესმის თქვენი, მე უბრალოდ აზრი ვერ დავასრულე და თუ შესაძლებელია დამასრულებინოთ სამ კონკრეტულ სახლს. აზრო პასუხი გავცე პირველ რიგში ამ თარგამაძის ყოველ ზღვარგადასულ მართალ თავხედურ განცხადებებს. მოგცემთ მე დასრულების საშუალებას, უბრალოდ მე გთხოვთ ქალბატონო ეკა, რომ წაუკითხოთ ქალბატონ ანის კიდევ ერთხელ ის სამი გვარი, რომელზეც თქვენ თქვით, რატომ არ ახსენებენ აქციის ორგანიზატორები ამ გვარებს. ეს სამი გვარი უნდა ახსოვდეს იქ მყოფ იმ ადამიანებს, ვინც ახსენებს ახალაიას გვარს ხშირად და უნდა ახსოვდეს ის სამი გარდაცვლილი უდანაშაულოდ დახოცილი ადამიანი. სამწუხაროდ მხოლოდ სამი ადამიანი არ შეეწირა იმ რეჟიმს. ასობით ადამიანი. და ეხლა ცოტა ხნის წინ აღშფოთებული რო საუბრობდა იქ ერთ-ერთი თქვენი სტუმარი. გაიხსენოს სამეგრელოში, ზუგდიდის პროკურატურაში ბატონი ახალაიას მარჯვენა ხელი რომ იყო. როგორ ატყავებდნენ და აუპატიურებდნენ ადამიანებს. სპეციალური სამალავები რო ქონდათ
მოწყობილი და იქ 20 ლარს უხდიდნენ შტატიან თანამშრომელს, რომელსაც მიყავდა უდანაშაულო ადამიანი სამალავში, აიძულებდნენ ეღიარებინა არ ჩადენილი ტერაქტები, ამას იღებდა ოფიციალურად გამომძიებელი და ოპერატიული თანამშრომელი და აი ამ მეთოდებით ცდილობდნენ სამეგრელოს მოსახლეობის დაჩოქებას. ეს ადამიანი გველაპარაკება დღეს ჩვენ სამართლიანობაზე? და მოვისმინოთ აქციის მაგრამ ხო არ დაგვავიწყდა შემთხვევით ქარდავა როგორ გაიყვანეს შუა ზღვაში და როგორ მოკლეს, სინდელიანი როგორ მოკლეს, გავაგრძელო ესია? და დღეს დაზარალებულები ითხოვენ სამართლის აღსრულებას. არ მოწონს ბატონ თარგამაძეს ის რაც ხდება ეხლა დღეს საქართველოში? აქციის ორგანიზატორების პასუხი მე არ გამყავხართ ეთერიდან, თქვენ ისევ ეთერში რჩებით და გიბრუნდებით. სიცხვარი ბატონო გიორგი გამოხატვის თავისუფლებასა და კანონდარღვევას შორის. ამაზე გავაგზავნოთ 2 წამში საუბარი, როდესაც ანინა დარეიშვილის პასუხი. მე შეგახსენებ მაგალითებს და დაგანახებ სად გადის ეს ზღვარი. და გაიხსენეთ 15 ივნისი პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქცია. როდესაც 99 ადამიანი რომელიც დუმარეთ იდგა იქ წაიყვანეს, უბრალოდ იქვე სასტიკად აწამეს, სემეს მერე სასამართლოში გადაიყვანეს. და იქ გაასამართლეს. და არა ისე დღეს ახლა იქ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გამართული აქციის დროს რომ იმ პოლიციამ რომელსაც პოლიტიკურად მოტივირებულს ეძახის დღეს მოძალადეების ჯგუფი, იმ პოლიციელებმა დააკავეს ის ბიჭები დღეს რომელიც ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მართავდნენ აქციას. და დღეს ვაპარაკობ შერჩევით მართლმსაჯულებაზე. ერთი გვარი გამახსენეთ და ერთი ადამიანი ვინც დაისაჯა მაშინ როდესაც ჩვენ ტყუებს გვესროდნენ ქუჩაში. ქალბატონო ეკა მოვუსმინოთ ანინა დარეიშვილს და შემდეგ გიბრუნდებით თქვენ. თავიდან კითხვას იმიტომ ვერ მივხვდი გიორგი რომ ის სამი ადამიანი ბაჩუახალესთან საერთოდ რა კავშირშია ვერ გავიგე, იმიტომ რომ ეს ზოგადად საქმე რომელიც ახლა განიხილება და ხვალ არის განაჩენი, ესე იხსენიებენ ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით ბაჩუახალეს ბრალი არა აქვს დაყენებული. ეს არის საქმეში გაერთიანებული რამდენიმე ეპიზოდი. გაერთიანებულია უბრალოდ ზუსტად ამიტომ პიარულად არის პიარის გამო არის გაერთიანებული, რომ იძახონ ესეთი რაღაცები, როგორც ქალბატონი ეკა ამბობს, ახლა მანიპულაცია მოხდეს აი ამ სამი ადამიანის უბედურებით და აი ესე ილაპარაკონ მუდმივად ამაზე და გაერთიანონ ამასთან ბაჩუახალეს სახელი. პირველ რიგში ეს მინდოდა მეთქვა. მეორე რაც შეეხება ქალბატონ ეკას, მე არც ქალბატონი ეკასგან არ მსმენია, არც დაჩი დარჩიასთან დაკავშირებასთან დაკავშირებით მისი სადმე ნახსენები რაიმე პოზიცია, არც ბარბარე რაფალიანთან დაკავშირებით, არც შალვა თათუხაშვილის და ასე შემდეგ და ბევრი არის კიდე, ხა არ დავიწყებ ჩამოთვლას, რამდენი მკვლელობა მოხდა ამ წლის განმავლობაში და მე საერთოდ არასოდეს არ ვაპელირებ ამით, უბრალოდ ეხა რადგან იკითხა ეს მეც მინდა რომ ესეთი კითხვა შევუბრუნო. რაც შეეხება აი ამ ბრალდებებს, რომელსაც ქალბატონი ეკა უკვე რამდენი ხანია 2 წელია უკვე თითქმის აგერ 6 ნოემბერს გახდება ბაჩუახალეს პატიმრობიდან 2 წელი. მე მაინტერესებს საერთოდ აი ამ ჭოროობას როდის მორჩება ხელისუფლება. ეს შეიძლება გააკეთოს რიგითმა ადამიანმა, თუნდაც მასაც უნდა მოეთხოვებოდეს, მაგრამ აი ეს რაღაცა გაუპატიურებები, მკვლელობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სად არის ფაქტები, როდესაც ბაჩუახალეს იჭერენ ვაშლის თლაზე, როცა ბაჩუახალეს იჭერენ წიწაკის როლაზე, როცა ბაჩუახალეს ასამართლებენ ჯაშუშები, კრიმინალები, ქურდები, ისინი რა ქვია, ნასეტკები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს ქალბატონ ეკას პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ანუ თუ მტკიცებულება არ არსებობს, მით უმეტეს ადამიანის უფლებათა დაცვის ასე კომიტეტის თავმჯდომარე არის, პირველი უფლებადამცველი, ესე ვთქვათ, ქვეყნის, რატო არ იცავს პრეზუმპციას და საერთოდ სად არის აი ეს გაუპატიურებები და მკვლელობები ამ 2 წლის განმავლობაში. გასაგებია, ქალბატონო ეკა ანინა დარეიშვილი სვამს კითხვას, როდის დაასრულებს ხელისუფლება ჭორაობას, მის სიტყვებს ვიმეორებ და როდის დაიწყებს საუბარს კონკრეტული მტკიცებულებებით. და უდანაშაულობის პრეზუმპციას როდის დაიცავს? კარგია რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია ეხლა მაინც გაახსენდა ვინმეს იმ გუნდის წარმომადგენლებს, რომლებიც თამაზაშვილს დღეში აჟერატრიალებდნენ თქვენ სხვათა შორის თქვენს ტელევიზიაში და აცხადებდნენ 1000 ჯულის დამნაშავედ ადამიანი, რომელიც მძევალი იყო სააკაშვილის, თამაზაშვილის მაგალითი გაგახსენეთ პრეზუმპციაზე. რაც შეეხება სხვა ფაქტებს, არც ერთი ფაქტი, სადაც კი იყო რაიმე ტიპის კანონდარღვევა და დადგა ეს ფაქტი განხილვის პროცესში. არ დაგვიხუჭავს თვალი და არ ყოფილა შემთხვევა იგივე თათუხაშვილთან დაკავშირებით. დიახ, მე ვიყავ ინიციატორი, როდესაც საკომიტეტო მოსმენები
მოსმენა დავნიშნეთ ამ საქმეზე. თუმცა არ მახსოვს არც ერთ დარღვევაზე, არც ერთ ძალადობაზე, არც ქუჩაში დახვრეტილ ადამიანებზე, არც ზღვაში გადაგდებულ ბეტონ მობმულ ადამიანებზე რაიმე ტიპის მოსმენა გამართულიყო. რაც შეეხება მტკიცებულებას, მაინტერესებს, რომელი სასამართლო არ არის დღეს თავისუფალი, რომელსაც გამომართლებელი განაჩენები გამოაქვს და იქ სადაც ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი 26 მაისი თუ სხვა გირგვლიანის საქმე თუ სხვა ეპიზოდები, აქ სასამართლოზე ზეწოლა? სად არის ლოგიკა გამაგებინეთ, ვინ ახდენს სასამართლოს ეს ეწოლას ისე, რომ გამომართლებელ განაჩენებს ვიღებთ ან პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე? ხალხო, ერთი გვარი დამისახელეთ წინა ხელისუფლებიდან 30,000-ზე მეტი ადამიანი იყო ერთდროულად ციხეში, 300,000-ზე მეტი ადამიანი იყო გასამართლებული. ქალბატონები 30 წლიანი სასჯელით რომ იხდიდნენ ციხეში სულად გაურკვეველი ბრალდებით სასჯელს. მითხარით, რომელ საქმეზე დგებოდა გამომართლებელი განაჩენი, როდესაც საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც 99-ი იყო გამამტყუნებელი განაჩენი. აი სტუდიაში შედან სხვათა შორის რამდენიმე ყოფილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები. ეს ადამიანები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. ჩემთან კომიტეტში 22,000 განცხადება შემოსული კონკრეტულ საქმეებზე, ზუგდიდიდან დაწყებული თბილისით დამთავრებული. რა ვქნათ, არ ვიცვათ ამ ადამიანის უფლებები? და პრემიერ-მინისტრს ადარებს ეხლა თავს თარგამაძე გვარის დამავიწყდა მისი და კარგია რომ დამავიწყდა ადამიანი რომელიც აქ რომ ვერ მორჩა სულის ამოხდას, მე სხვა ქვეყანაში გადანაცვდა სპეცრეისით გადასხამდა ხოლმე დესანტებს და საიდან მოქონდა ის თანხები და ლამის უკრაინაში დაიწყო სამოქალაქო ომი. ეს ადამიანი ლაპარაკობს ან მისი ლიდერები ლაპარაკობენ დღეს ფულის უკანონო ხარჯვაზე და პრემიერ-მინისტრის უკანონო მგზავრობებზე. კიდევ კონკრეტული ფაქტები, ვისაუბროთ ამ ფაქტებზე. როდესაც თქვენ საუბრობთ ყოფილ პოლიტპატიმრებზე, თქვენ იცით რომ ამნისტიის კანონს იხსენიებენ სწორედ როგორც ერთ-ერთ მთავარ მიზეზს იმისა, რომ კრიმინოგენული სიტუაცია გართულდა. რატომ ისარგებლა უკაცრავად ამნისტიის კანონით ვანო მერაბიშვილმა? რატომ ისარგებლა ამნისტიის კანონით თუ არ მოწონს ნაციონალურ მოძრაობას იგივე ახალაიამ? რითი შეეფარდათ უკაცრავად მათ ესეთი დაბალი სასჯელები? ამ მუხლით რომ წინა ხელისუფლების დროს ვინმე გასამართლებულიყო 30 და 40 წლიან სასჯელებს მიიღებდნენ. იმ ამნისტიის კანონით ისარგებლა სხვათა შორის ბატონმა მერაბიშვილმა და შეეძლო უარი ეთქვა და ჩვენს მიერ მიღებული შთანთქმის წესის გაუქმებით. ქალბატონო ეკა, მე მინდა თქვენ დაასრულოთ აზრი. ეს არის დღევანდელი სასამართლო განსხვავებით იმ სასამართლოსგან, რომელიც 1 კილო პურის ფქვილისთვის ქალს 28 წლიან სასჯელს აძლევდა და 215 პოლიტპატიმარი კი არ იყო მარტო. მე მგონი ნახევარი საქართველო იყო ამ პოლიტიკური ტერორის ქვეშ. მე მინდა თქვენ დაასრულოთ აზრი, რომელიც მე შეგაწყვეტინეთ. კიდევ კონკრეტული მაგალითები გვარებით, რეგიონების და კუთხეების მიხედვით მოგიყვებით. უამრავი არქივი მაქვს დაწყებული 2004 წლიდან დღემდე. გასაგებია, ქალბატონო ეკა, მე მინდა რომ დაასრულოთ თქვენ აზრი, რომელიც მე შეგაწყვეტინეთ იმასთან დაკავშირებით, თუ სად გადის თქვენი აზრით ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და დესტრუქციას შორის, მაგრამ მანამდე ანინა დარიშვილს აქვს ისევ რეპლიკა ამნისტიასთან დაკავშირებით ბაჩო ახალამ როდის ისარგებლა ამნისტია თუ შეიძლება რომ დამიკონკრეტოთ? როდის ისარგებლა ბაჩო ახალაიამ ამნისტიით თუ შეიძლება დამიკონკრეტოთ? სასამართლომ როდესაც გამოიტანა პირველი განაჩენი, მითხარით იქ მოსამართლემ, როდესაც დაადგინა, გამოიყენა თუ არა ის ახალი საშეღავათო პირობები, რომელიც არსებობდა. როდესაც პრეზიდენტმა 5 დღეში, ყოფილმა პრეზიდენტმა 5 დღეში შეიცვალა. არ უსარგებლია? ვანო მერაბიშვილს არ usargeblია? ვანო მერაბიშვილზე არ გვაქვს ლაპარაკი ბაჩო ახალაიამ. სასჯელთა შთანთქმის პრინციპი რო გაუქმდა, არ usargebliat? არც ერთხელ არ უსარგებლია ამნისტიით ისარგებლეს მარტო იმ კრიმინალებმა, რომლებიც ბავშვებს აუწყდნენ. არა, ცუდი არ არის, ძალიან კაი, იმიტომ რომ ეს უმანურობა. მე მინდა რომ ყველა მიგრძნოს საკუთარ თავზე, რას ნიშნავს. იმიტომ რომ ჩვენ ისე არ ვექცევით ადამიანებს, როგორც ექცეოდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. ხოცხად რო ატყავებდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ და დიახ, მართლმსაჯულებამ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ რო იყო გათელილი, იმ ადამიანების უფლებები დასაცავია. ქალბატონო ეკა, მადლობა, მე გთხოვთ დარჩეთ ჩვენთან ერთად, რეპლიკა ექნება გივით არგამაძეს თქვენს წინა გამოსვლას და შემდეგ მე ისევ თქვენ დაგიბრუნდებით ბოლო რეპლიკისთვის. დავუბრუნდეთ გივით არგამაძეს, რომელიც ისმენდა ეკა ბესელიას ჩართვას და რომელსაც მე ახლა რეპლიკის საშუალებას ვაძლევ. გისმენთ, ბატონო გივი?
პირველ რიგში ალბათ ზუსტად ჩაწვდეთ სიღრმეს ქალბატონი ეკას სიყალბის და ფარისეულობის გადაახვიეთ მისი გამოსვლის თავში და თქვენ დაინახავთ რომ ადამიანი ჭირის უფლის სახით ლაპარაკობს და სამგვარს კითხულობს ფურცლიდან. ეგ სამი გვარი მაინც დაგემახსოვრებინათ რომ ცოტა ბუნებრივად მაინც გამოიხატებოდეთ ქალბატონო ეკა, მაგრამ ეს არის მთელი თქვენი არსი სინამდვილეში და ეს არის თქვენი ძირითადი მცდელობა რომ გადაფაროთ თქვენი პირადი პასუხისგებლობა და თქვენი ხელისუფლების პასუხისგებლობა იმ 23 ქალბატონის კვლელობაზე, იმ ციხეში 8-ზე მეტი ადამიანის კვლელობაზე, იმ ქუჩაში უკვე ვინ მოთვლის რამდენი ადამიანის კვლელობაზე, რომელიც ერთი თქვენი ხელმოწერით განხორციელდა და პირადად თქვენ ხართ პასუხისგებელი და 9 თვის ბავშვის კვლელობაზეც პირადად თქვენ და თქვენი ხელისუფლება ხართ პასუხისგებელი. იმის ნაცვლად ამაზე ფიქრობდეთ, იმის ნაცვლად მიმდინარე აფხაზეთის ანექსიაზე ფიქრობდეთ. დაძრწით, აღარ იცით, უკვე საწახვიდეთ, ორ ნომერს ხირავთ ყველაზე ძვირ სასტომროებში. მართლა ფაშჩასავით უნდა იაროს ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა თუ რა არის, ეს ვერ გავა მილიონზე მეტი 46 კაცი ჩინური დელეგაციები არ დამგზავრობენ და არ დადიან სხვადასხვა შეკრებებზე. ამიტომ მთელი თქვენი პათოსი არის ფუჭი, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი ადამიანი, რომელსაც ეს ქვეყანაც ამ ქვეყნის ბედი, თითოეული მისი მოქალაქის ბედი ფეხებზე კიდიათ. თქვენს და თქვენ პრემიერ-მინისტრს და განსაკუთრებით შუშის სახლში მჯდომ ზებრის პატრონს. ეს არის სინამდვილე. მადლობა ბატონ გივი, მოусმინოთ ქალბატონ ეკას. გისმენთ ქალბატონ ეკა. მე საშინლად მესმის და კარგია რომ ცუდად მესმის თარგამაძის უზრდელური გამონათქვამები, ეს უზრდელი და თავხედი ადამიანი. მე მას მინდა ვკითხო ის რა სახსრები დადიოდა, როდესაც უკრაინაში ცხოვრობდა ლამის და როგორ ხდებოდა რომ მისი და მისი ძმის კომპანია მილიონობით ბრუნვას აჩვენებდნენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ვის ხარჯებზე ლაპარაკობს თარგამაძე? მთელი ავია კომპანიის, რა ვიცი, თუ რამე ტენდერები იყო, ყველაფერში თქვენი ხავი ჩართული. გინდა დოკუმენტები და ცოტა ხნის წინ გაჩვენეთ. და ვის ხარჯებზე ლაპარაკობს? სააკაშვილის თანაგუნდელი ადამიანი, რომელიც პირადი თვითმფრინავში იმდეს ხარჯავდა ერთ გადაფრენაში და თუ გინდათ აი 2012-13 წლის ხარჯები ამოვიღოთ, ნახოთ მისი პირადი მზარეული, მისი პირადი პროცედურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი რამდენ ფულს ხარჯავდა. და თქვენ ლაპარაკობთ ირაკლი ღარიბაშვილის ხარჯებზე, რომელმაც აი მარტო აი ამ გაეროში ვიზიტის დროს 300,000 ლარი დაზოგა. ის არ წასულა პირადი თვითმფრინავით, როგორც თქვენი საყვარელი პრეზიდენტი დაფრინავდა ხოლმე თავის მეგობრებთან და უამრავ თანხლებთან ერთად, წავიდა ჩვეულებრივი თვითმფრინავით და დაზოგა ეს თანხა. და ეს თანხა სხვათა შორის მთლიანობაში უდრიდა მთელი იმ დელეგაციის ხარჯს, რომელიც იყო გაღებული. და თქვენ ადარებთ ახლა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში აი მართლა ღიად გამჭვირვალეთ და მართლაც ძალიან მაღალი პასუხისგებლობით მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას მივლინების ხარჯებიას თუ სხვა ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები სააკაშვილის კრიმინალურ ქცევას, როდესაც მისი პირადი ქისა გახდა სახელმწიფო ბიუჯეტი და ამაზე საქმე აღსრულდა 19 მილიონი მარტო 2019-13 წლებში არის დახარჯული. და სამარცხვინოა ის ჩამონათვალი, რაში იხარჯებოდა ხალხის ფული. ეხლა გაგახსენდა თქვენ პენსიონერები და მშიერი ადამიანები რო არსებობენ, ყალბები უპასუხისმგებლოები და მოძალადეები თქვენ ხართ. თქვენ ხართ ეს დამნაშავეთა მართლა მთლიანი ბანდა, რომელიც ხელისუფლებაში იყო მოკალათებული. და სამართალი არის იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა პასუხი ააგოს. ის ვისი უფლებებიც იყო ფეხბურთში გატანილი. მათი უფლებები არის დასაცავი. მე ამას ვამბობ, ადამიანი, რომელსაც შესაძლოა 22,000 განცხადება მიღებული და რომელიც ვიბრძოდი სწორედ აი ამ სამართო მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ. ეხლა მიდით და დაითვალეთ რამდენ ადამიანს ვერ ამოხადეთ სული ბატონო გივი. დიდი მადლობა. ჩვენ დავასრულეთ და მე ვუბრუნდები სტუმარს, მე თარხანს დავპირდი, რომ მას მივცემდი პასუხის საშუალებას, ვინაიდან ძალიან მძიმე ბრალდება გაისმა რომეო საჯაიას მხრიდან მისი მისამართით, ამიტომ მე გთხოვთ თქვენ თავი შეიკავოთ დამატებითი ბრალდებებისგან და მივცემ საშუალებას, რა თქმა უნდა, თარხანს რომ გიპასუხოთ. გისმენთ? ყველაზე მეტად იმან გამოვიცა, რომ მე ნაციონალების წრეში ცხოვრებაში არ ყოფილა და სწორედ ამის გამო მოხვდი
თუნდაც თქვენ ციხეში რომელშიც 1/3 იყო საქართველოსი თითქმის და რა ნიშნით იყვნენ დაკავებულები ეს ადამიანები კიდე ძალიან კარგად გვახსოვს. არ არის ერთი საბუთი იმის მაინც რომ მე კრიმინალი ჩავიდინე. არის იმის ვიდეო მასალად რომელსაც მე გამოგიგზავნით თქვენ ონიანურ შემარცხვენელო საქართველოსი და იმას რაც შეეხება მოღრეცილ გივით არ გამოძეს რაღაცა გაეცინა ჩემ დატკეპნასთან დაკავშირებით მიწის და არ მხოლოდ დავტკეპნი წავიცეკვებ კიდევაც დიდი სიამოვნებით იმ ადგილას და ჯერ სად ახართ თქვენ ყველაფერი წინა გაქვთ რომ იცოდეთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიახ, მოკლედ ხო ბატონო. მოკლედ ისევ თარგამაძეს მინდა უპასუხო. FSB-ზე რო ლაპარაკობდა, გავიხსენოთ ვინ იყო მიშა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, როცა აგვისტოს ომი მიდიოდა. და არის ხო FSB-ს გენერალი. მადლობა, ნუ გავცილდებით თემას. ქალბატონო ადა. შემდეგ გადმოვალ თქვენთან, მე მინდა დავუბრუნდე ისე აქციის დიახ, ანი გისმენთ. ვაფიქსირებ, ქალბატონო ეკას მე გავუსვი რამოდენიმე კითხვა. და სამწუხაროდ ვერცერთზე ვერ გამცა პასუხი. და სწორედ ეს არის არც ერთი საერთოდ მე რამოდენიმეჯერ მოვიწვიე ის ბაჩუ ახალაიას საქმის პრეზენტაციაზე, სადაც რამოდენიმე უცხოელი სტუმარიც იყო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და როგორც უფლებადამცველი ქალბატონი ეკაც იყო მოწვეული ბატონ გედევან ფოფხაძესთან ერთად, მაგრამ ვარი განაცხადა ყოველთვის, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ თვალებშიც ვერ შემომხედავს ის, იმიტომ რომ მართლა ჭორაობს ხელისუფლების ამხელა წარმომადგენელი ტელევიზიებიდან უბრალოდ ესე, როდესაც აქვს საშუალება რომ ესე მონოლოგში ილაპარაკოს, ვერც ერთ კითხვას ვერ ცემს პასუხს. დღეს კიდე დავწმუნდი კიდევ ერთხელ, ვერც ერთ ჩემ კითხვას ვერ გაცა პასუხი და ისევ აპელირებდა აი ამ თავისი ტყუილებით და ჭორებით, რაც ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან მისი ბევრი კოლეგა ზუსტად ისევე იქცევა. დიდი მადლობა. ჩვენ ახლა ჩაგვერთვება აგრეთვე ირმა ინაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო იმ აქციისა, რომელიც გაიმართა სასამართლოსთან და რომლის მონაწილეებიც დღეს ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან. მე მივესალმები ქალბატონ ირმა ინაშვილს. საღამომშვიდობისა. ქალბატონ ირმა, თქვენ მანამდე სააკაშვილის ხელისუფლების დროს და ახლაც ძალიან ხშირად მართავთ ქუჩის აქციებს და მონაწილეობთ ამ აქციებში. მოეწყო ჩვენ საუბრობდით ამაზე სასამართლოსთან, სასამართლოს შენობასთან აქცია, რასაც კანონი წესით გრძალავს. როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეგექმნათ თქვენ პრობლემა იქ აქციის დროს, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რეალურად იქ კანონი ირღვეოდა, ვინაიდან სასამართლოს შენობასთან არ შეიძლება აქციის გამართვა. მოგესალმებით, მე დავიწყებ იმით, მინდა შევაჯამო, რაც ხდებოდა მანამდე ამ გადაცემაში, რომ საქართველოში მთელი ამ 10 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა, ჩვენ კარგად გვახსოვს და ქართველი ხალხი არ აპირებს ამის დავიწყებას. ჩვენ გვახსოვს მაგალითები, როცა ელემენტარულად ერთი საბურავის ქურდობის გამო და მე კიდე რომ გადავიდა ღობე გადალახა და მეორე საბურავი მოიპარა ადამიანს 23 წელი მიუსაჯეს. ჩემი ერთ-ერთი ნაცნობი იყო ეს. და ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ვანო მერაბიშვილს 3 წელი აქვს მისჯილი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ იგივე არაერთ მწამებელს, როგორი არაადეკვატური სასჯელები აქვს მისჯილი იმ დანაშაულთან შედარებით, რაც მათ ჩადენილი აქვთ. და ეს დანაშაული ჩადენილია ეხლა გინდ გეწყინოთ, გინდ ნუ გეწყინებათ, გინდ აიფოფრეთ მაგ დარბაში და გინდ დაიფოფრეთ. ქალბატონო ირმა, გამეცით ერთი წამით მაცალეთ საუბარი. გამეცით კითხვაზე პასუხი. აი მან დროს ხედხართ ნახევარ ფლანგზე მივმართავ მე ხა იქ რომეოა თუ დანარჩენები ვინც ახართ. აწამებდნენ თუ არა სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ადამიანებს. იყო თუ არა წამება ციხეებში, პოლიციის განყოფილებებში, არის თუ არა კადრები, ვიდეო კადრები, როგორ დააბეს ადამიანი მაგიდასთან პოლიციის შენობაში, რა სადისტურად აწამეს, არის თუ არა კადრები ქუთაისში გადაღებული პოლიციის შენობაში, როგორ აყურებინეს მამას, შვილის, ქალიშვილის გაუპატიურების კადრები. მე ახლა მინდა მიმართო ამ ხელისუფლებას. და იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვუთხრა რომ არავითარი უფლებების შელახვა და პირადი ცხოვრების გახმაურება არ არის ამაში რომ გადაიფაროს სახეები და აჩვენოთ ქართველ ხალხს რას ჩადიოდა ეს რეჟიმი რომ აღარ კონდეთ მე ესეთი გონორი და ნახოს იგივე საერთაშორისო საზოგადოებამ ბრიუსელი იქნება სტრასბურგი თუ ვაშინგტონი რა ხდებოდა როგორ აწამებდნენ ამ ადამიანებს და დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ეს წამებლები აქეთ კითხვას გვისვამენ გესმით რომ აბა დაასახელეთ ფაქტები
კადრები, სად იყო გაუპატიურება. თქვენ ნანახი გაქვთ ეს ყველაფერი? მე ნანახი მაქვს ეს კადრები და მე სხვათა შორის ერთ-ერთი მოწმე ვარ პატიმრების წამების თემაზე, სასამართლო პროცესის და ეს პროცესი შეგახსენებთ, რომ იყო დახურული სწორედ იმის გამო, რომ საზოგადოებას არ მოესმინა, რამდენი მოწმე გამოდიოდა ამ პროცესზე და როგორ ყვებოდნენ ეს კაცები, როგორ აუპატიურებდით მათ. და თქვენ დღეს ყოფნით კიდე მორალური საზღვრები აღარ აქვს და კიდე თქვენ საუბრობთ იმაზე, ჩუმად იყავით მან. ხავთ შვიდად და შეიკავოთ თავი ემოციური. ჩუმად იყავით მან. ქვენ ხარ. ხავთ შვიდად. ხავთ მეიძულებული ვიქნები გაგიყვანოთ თქვენ სტუდენტებს. ხავთ შვიდად. მე გთხოვთ. ხავთ შვიდად. მეიძულებული ვიქნები დაგატოვებინოთ სტუდია. ქალბატონო ირმა. ქალბატონო ირმა, გესმით ჩემი, გესმით. ქალბატონო ირმა, ხმაურია სტუდიაში, რა თქმა უნდა, რაც გასაგებია. ხმაურია, იმიტომ რომ არ მოწონთ იმისი მოსმენა, რომ მათ ნავთლუღის სპეცოპერაცია არ იყო სპეცოპერაცია. ეს იყო ადამიანების მკვლელობა. ეს სპეცოპერაცია დაარქვეს ახალაიებმა. თქვენ როდესაც ამ კითხვებს ვსვამთ, რატომ არის გაწყრილეს? ქალბატონო ირმა, როდესაც თქვენ კითხვას რატომ არის ჯებიან ადამიანები აი დანაშაულისთვის რომელზეც თქვენ საუბრობდით, რატომ გამოაქვს სასამართლოს მაშინ ამდენი გამამართებელი განაჩენი ბაჩო ახალაიასთვის? როგორ დამასრულებინეთ დაასრულეთ და შემდეგ მიპასუხეთ. დამასრულებინეთ აზრი და მე დასვით შეკითხვა. არ მოწონთ ამაზე საუბარი, რომ აწამებდნენ ადამიანებს და გეუბნებით, მე ვიყავი იმ პროცესზე, სადაც უამრავი ადამიანი გამოდიოდა და ამას ამბობდა. და დღეს ჩვენ იცით რა უნდა ვთქვათ, რომ ეს მკვლელები, ეს მწამებლები, აქეთ რო გონორზე გადმოდიან. ეს არის ამ ხელისუფლების მთავარი დანაშაული. ის რო არ მოხდა ამ სისტემის, ამ რეჟიმის სამართლებრივი შეფასება, რომ მომხდარიყო სამართლებრივი შეფასება, რომ ეს იყო რეჟიმი. მაშინ ამ ადამიანებს ესეთი გონორი აღარ ექნებოდათ და ჩვენ დღეს რას ვხედავთ? კიდევ ჩვენ უნდა ვიყოთ თავის მართლების რეჟიმში? სად არის აქ მორალი და სად არის ზნეობა? გამაგებინეთ და მე მინდა ყველას გასაგონად თქვა, არ შეგრჩებათ. სურო გადაიჭრათ ვენები მაგდარბაში ამ 3 და 150 ქართველი ბიჭის დახვრეტა ქუჩებში. არ შეგრჩებათ. ქალბატონო ირმა. თქვენ ხართ სააკაშვილის, ეხა იქ გივით არ გამაძია თუ სხვა დანარჩენები, ყველას მინდა მივმართო. აი ყველა ის ლიდერი, რომლებიც ბაჩო ახალაიები ხო იყვნენ ჩარეული და პირდაპირ მათ აქვთ მონაწილეობა ამის დაგეგმვაში მიღებული და ერთ-ერთი პირდაპირ საკონტროლო გასტროლაა განხორციელებული. ერთი წამით მაცალეთ. მთელი ეს ლიდერები, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არიან ჩიკატილო, გახსოვთ? ჩიკატილოები ხართ. აი იყო ესეთი პედაგოგი, რომელიც იყო მკვლელი სადისტი და საბჭოთა ეპოქაში მას ვერ უთკიცებდნენ, რომ იყო მკვლელი. მაგრამ შემდეგ რა განაჩენიც გამოუტანეს, კარგად იცის ყველა. და ეს მოგელი თქვენს ყველა დაიჯერეთ. რატომ არ გამოაქვს შესაბამისი განაჩენი თქვენი ხედვით შესაბამისი განაჩენი სასამართლოს ბაჩო ახალაიასთვის? ჩვენ ნახეთ რომ ის მხოლოდ ერთ საქმეში გამტყუნდა. იცით რა არის? ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იხიდება ხვალ და გადის. აქ ვინ გითხრათ თქვენ რომ ვაშლის თლაზეა საუბარი? ვინ გითხრათ თქვენ რომ იქ რაღაცა მსუბუქ დანაშაულზეა საუბარი? ამ სასამართლო პროცესზე წაყენებული აქვს მკვლელობის ბრალდება ერთი ნავთლუღის ოპერაციაში. მკვლელობაზე? მკვლელობაზე დიახ და მეორე არ აქვს ბრალი წაყენებული ქალბატონო. ყოველ შემთხვევაში ამ მკვლელობის ორგანიზებაში და შემდეგი ნაწილი ეს არის პატიმრების 2 წლის წინ ზუსტად გვიმტკიცებდა რომ ციხის კადრები აი ამ სახის შემდეგ ეპიზოდში ყვილია შემდეგი ბრალდება ბაჩო ახალაიას არასოდეს და ახალაიაზე ვსაუბრობ ეხლა მე და ახალაიაზე ვსაუბრობ და გადავალ ბაჩო ახალაიაზე გადავალ ეხლა პროცესი არ მიმდინარეობს ბაჩო ახალაიაზე გადავალ ეხლა ბაჩო ახალაიას ეპიზოდი არის რუსთავის პირველ და მეშვიდე დაწესებულებებში როგორ აწამა პატიმრები როგორ გამოაღეს მაცევრიდან გამოიტანეს ცივიწყალი შეაცხეს გაატარეს გუბიკების ქვეშ ჩახადეს შარვლები და ამიტომ იცით რა მოდით მაშინ მოვთხოვთ ერთი წამი მოვითხოვთ მაშინ ხვალინდელი სასამართლო პროცესის გასაჯაროება და ჩართოს საჯაროა ისედაც არა სხვა რამეს გულისხმობ
რომ პირდაპირ ეთერში ჩაირთოს ეს მოსამართლის გამოსვლა. პირდაპირ ეთერში ჩართოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ჩვენ დიდი სიამოვნებით გავაკეთებთ ამას, ქალბატონები. მე დაგისვით თქვენ კითხვა. დიახ. გაიმეორეთ ეს კითხვა ქალბატონებმა. მე დაგისვით თქვენ კითხვა დარბაზში მსხდომებს იქ დაცვის მხარეც არის მიპასუხეთ კითხვაზე. აწამებდნენ თუ არა ადამიანებს სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ციხეებსა და პოლიციაში. იყო თუ არა ასეთი ფაქტები, აღიარეთ ეს რო იყო. აღიარეთ რო იყო და თავი დაანებეთ, მომისმინეთ რა. მე დაგიბრუნდებით. გოგაონიანი პროკურატურას წესით უნდა ყავდეს ჯოლოხავა საქმეზე დაკითხულიც. აი ჯოლოხავა რა, ჯოლოხავა საქმეზე. თქვენ გაიტაცეთ ჯოლოხავა. თქვენ შეაცვლევინეთ ჩვენება. თქვენ გაიტაცეთ ჯოლოხავა. თქვენ შეაცვლევინეთ ჩვენება და ეს არის თქვენი ხელწერა. ქალბატონებმა არ დაგვტოვოთ, ხოლმე მე დაგიბრუნდებით მას შემდეგ რაც გოგაონიანი ჩაქორთება. იყავით ჩვენთან ერთად. ციხეში დავა შენი ქმარი. მადლობა. გიორგი, მე ქალბატონო ირმა და თუ შეიძლება კორექტულად მომართოთ. თქვენი მეუღლე და თქვენი მაზლი და სხვა დანარჩენი ჩიკატილოები. მადლობა. ani ჩვენ ამ გიორგიონიანს უნდა მოვუსმინოთ. მადლობა ქალბატონო ირმა. მოვუსმინოთ გიორგიონიანს და შემდეგ დაგიბრუნდებით. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. თქვენ გესმით ჩემი ბატონო გიორგი, თქვენ მოისმინეთ ბრალდებები, რომელიც გაისმა ირმა ინაშვილის მხრიდან და მოისმინეთ შეკითხვაც, რომელიც მან თქვენ დაგისვათ. რა პასუხი გაქვთ თქვენ და მის პრეტენზიებზე. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. სანამ ქალბატონი ირმა ინაშვილის განცხადებებზე გადავიდოდი, მინდა მოკლედ შევეხო ქალბატონი ეკაბესელიას განცხადებას. ეს ადამიანი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და უბრალოდ საზოგადოებისთვის რომ ნათელი გახდეს ზეწოლის შესახებ, რომელიც სასამართლოზე ხორციელდება, მოკლედ გეტყვით. მან ძალიან კარგად იცის, რომ ხვალ დილის 10 საათზე გამოვა განაჩენი ან გამომართლებელი, ან გამომტყუნებელი და წესით ეს უნდა გადაწყვიტოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა. ჩვენ ვხედავთ რომ ქალბატონ ეკას არ ჭირდება არანაირი სასამართლო და ხვალინდელ განაჩენს დღეს აცხადებს ამას დადასტურებულ ფაქტად და უბრალოდ ეს თქვენთვის რაზე მიანიშნებს? ეს სასახად მიანიშნებს იმ ზეწოლაზე, რაც ხორციელდება სასამართლოზე. როგორ შეიძლება მე არ ვიძახი ქალბატონ ირმა ინაშვილზე, მას შეუძლია რაც უნდა ის ისაუბროს, იმიტომ რომ იგი არ არის თანამდებობის პირი, იგი არ არის სახელმწიფო მოხელე, მაგრამ ქალბატონი ეკა არის ადამიანი, რომელიც უნდა იცავდეს უდანაშაულობის პრეზუმპციას და წინასწარ არ უნდა აცხადებდეს განაჩენს. სწორედ ეს იწვევს შემდეგ ევროსაბჭოს შეშფოთებას და არანაირი გიორგი კანდელაკის და უჩინ მაჩინის ხუდი მას არ ახურია. ეს არის კონკრეტულად ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელშიც სწორედ ესეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გამო აისახება რეზოლუციაში ეს ყველაფერი და შემდეგ გავლენას ახდენს არა ეკაბესელიაზე, რომელსაც ხელფასის კარგად აქვს და პრემიაც, არამედ რიგით მოქალაქეებზე, შესაბამისად იმ ინვესტიციებზე, რომელიც წესით უნდა შემოდიოდეს საქართველოში. რაც შეეხება ქალბატონ ირმა ინაშვილის განცხადებას, ჩვენ აქ ძალიან ბევრი რამ მოვისმინეთ, მაგრამ პასუხი იყო გასაცემი იმაზე იყო თუ არა წამება და ქონდა თუ არა ქალბატონ ირმა ინაშვილს ეს ნანახი, გიდასტურებთ რომ ნამდვილად იყო, გიდასტურებთ იმას რომ ქალბატონ ირმა ინაშვილს ეს ნანახი ქონდა და გიდასტურებთ იმას რომ სწორედ მისი ლობირებით არის დღეს ლადო ბედუკაძე გარეთ. სწორედ ამიტომ არის ჯება ეს ადამიანი და სწორედ ამიტომ არის საზოგადოებას აქვს კითხვები შერჩევით სამართალთან დაკავშირებით. ლადო ბედუკაძე როდესაც არის ქუჩაში და იგი ქმნის არასამთავრობო ორგანიზაციას და გარკვეულ მოწოდებებს ანხორციელებს საზოგადოების მიმართ, ამის შემდეგ ქალბატონ ირმა ინაშვილს არ უნდა კონდეს არანაირი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ადრე რაღაც წამება იყო. უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი. თქვენ კონკრეტული შეკითხვა დაგისვათ ქალბატონმა ირმა, იქონდა თუ არა ადგილი წამების ფაქტებს სამეგრელოში? უკაცრავად რა სამეგრელოში? ირმა ინაშვილმა დაგისვათ თქვენ ეს შეკითხვა, ქონდა თუ არა ადგილი წამების ფაქტებს სამეგრელოში? მე სამეგრელოში არ მიმუშავია, ყველა ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული. ესეთი ფაქტები გადაღებული აქვს ბატონ ლადო ბედუკაძეს, თვითონ არის მონაწილე ამ ყველაფერში და შეუძლია მოიყვანოს, დაისვას გვერდზე ქალბატონმა ირმა ინაშვილმა და თუ კი რაიმე ინფორმაცია აქვს საჯაროდ განაცხადონ და ბოდიშით მოიხადონ იმასთან დაკავშირებით, ამდენი ხანი რო არ გაასაჯაროეს და ელოდნენ არჩევნების თარიღს, რათა სწორედ პოლიტიკური ნიშნით გამოეყენებინათ. მაშინ როდესაც ეს ჩანაწერი 2010 თუ 2011 წელს არის გაკეთებული. ხოლო რაც შეეხება
რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს, მან განაცხადა და რადგან ისაუბრა გოდერძი ჯოლოხავაზე, მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, ეს გოდერძი ჯოლოხავა, მე საერთოდ არ ვიცნობდი ამ ადამიანს, მისი ჩვენება მინდა გითხრათ, ეს ადამიანი აცხადებდა ჩვენთან საუბარში და 40 წუთიანი უწყვეტი ჩანაწერი არსებობს ამის შესახებ, რომელსაც არანაირი ხარვეზი არ აქვს და არანაირი მონტაჟი არ არის და ეს ადამიანი აცხადებს, როცა გამოვიდა ციხიდან, მას დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს ქალბატონ ირმა ინაშვილთან, შემდეგ მას აიძულებდნენ ჩვენების მიცემას, როდესაც ეს ვერ შეძლეს, გადაიყვანეს ქალბატონ თია წულუკიანის კაბინეტში, მისცეს დაბეჭდილი ჩვენება, რომელიც რამოდენიმეჯერ წააკითხეს, უთხრეს რომ თუ ის ესე არ მოიქცეოდა, მას უკვე რამოდენიმე ნასამართლობა ჰქონდა და საზოგადოება ძალიან კარგად დაიჯერებდა, მის კიდევ ვერ დანაშაულს და შეაბრუნებდნენ ციხეში და შემდეგ ეს ყველაფერი დაწერეს გამომძიებელთან, გადაიტანეს ფურცელზე გამომძიებელთან. მე უკვე ძალიან დიდი ხანია ამ საქმის გამოძიებას ვითხოვ, მაგრამ ქალბატონი ირმა ინაშვილისგან არ მომისმენია არც ერთი პრესკონფერენცია და მით უმეტეს არც ერთი აქცია ქალაქის პროკურატურასთან არ გამომართავს იმის მოთხოვნით, რომ გარკვეული იყო ბატონმა ამხელა ბრალდება, რატომ გააჟღერა ქალბატონი ირმა ინაშვილის მიმართ. მინდა აქვე მოკლედ თქვა ის პათოსი, რაც რეალურად გასდევს ამ გადაცემას და ეს ყველაფერი არის ამ პათოსის ნაწილი. ქალბატონი ეკა ბესელია არის დღევანდელი ხელისუფლების ნაწილი, ისევე როგორც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და მე ესეთივე ნაწილად განვიხილავ ქალბატონი ირმა ინაშვილს დღევანდელი ხელისუფლების. ეს ადამიანები თვისობრივად განსხვავდებიან ნამდვილად ნაციონალური მოძრაობის და დარწმუნებული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისაგან. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდი შეშფოთება დღეს გვაქვს იმის გამო, რომ რეალურად ხორციელდება აფხაზეთის ანექსია. საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს, რომ რუსეთს ჯარები ფსოუდან გადმოყავს ენგურზე. ეს პირდაპირ არაფერს არ ვცილდები, მაგრამ ეს ადამიანები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მეგობრობენ ხომერიკებთან, რომლებიც მეგობრობენ გაბედავებთან და მეგობრობენ პუტინებთან. სწორედ ამიტომ არის ესეთი სახის ბრალდებები და ესეთი სახის აგრესია. ყოველთვის იქნება, ვინაიდან ვერავინ შეეგუება საქართველოში რუსეთის ბატონობას, კარგად ნახეთ ეს რაც არის და ვერც ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები, რომ თურმე თვითგამორკვევას ეწეოდა აფხაზეთი 25 წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ქართულ გმირებს ხოცავდა და უამრავი ტოლვილი იყო სწორედ ამ თვითგამორკვევის გამო. ნამდვილად არავინ არ აპირებს ამის შეგვიძლია. ძალიან მოგავსულებთ იმას. ილიას ქონა რეპლიკა თქვენს განცხადებებთან დაკავშირებით. სიტყავლობით. გისმენთ ილია? ახსენეთ თქვენ და ალბათ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ჯოლოხავამ მოგვიანებით ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში გააკეთა განცხადება, პირდაპირ ეთერში არ დაგავიწყდეთ, რომ სწორედ თქვენს მიერ განხორციელდა მას ეს ეწოლა და ღიად დაგადანაშაულად ეთერში. ეს პირდაპირ ეთერში თქვენ კიდევ ერთხელ აგიხსნით. პირდაპირ ეთერში დავაშინეთ თქვენ ჯოლოხავა. თუ გაინტერესებთ აგიხსნით ეხლავე. ჯოლოხავას კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ჯოლოხავას შემოსვლის წუთიდან მის გასვლის წუთამდე არსებობს ჩანაწერი, რომელსაც არანაირი მონტაჟი არ აქვს. მე შემიძლია გადმოგცეთ თქვენც ეს ჩანაწერი თუ გაინტერესებთ და როგორ? სად შევიდა ჯოლოხავა? ოფისში, სადაც ჩვენთან ოფისში. ეს ვიცით, უკაცრავად დამასრულებინეთ. ხო, ფაქტია. უკაცრავად დამასრულებინეთ. ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ და მე არაერთი პრესკონფერენცია გავმართე იმის გამო, რომ არ იძიებდნენ ამ ფაქტს. მე არ მახსოვს, რომ ქალბატონ ირმა ინაშვილს გაემართა ამაზე ან აქცია, ან პრესკონფერენცია, მოეთხოვა ამ ფაქტის გამოძიება. მეორე, ბატონ ჯოლოხავას არ განუცხადებია, რომ გიორგი ონიანმა რაღაც სახის ზემოქმედება მოახდინა, ვინაიდან მან კარგად იცოდა, რომ 45 წუთიანი თუ 41 წუთიანი ზუსტად აღარ მახსოვს ჩანაწერი არსებობს მისი ყველა სიტყვა. ეს ტყუილია. ჯოლოხავამ განაცხადა. ეს ტყუილია. ჯოლოხავამ პირდაპირ განაცხადა, რომ კალანდაძემ, გენერალმა კალანდაძემ და გიორგი ონიანმა გააკეთეს ჩანაწერი და მერე ზალით გაიყვანეს ოდესაში. სადაც მას დახვდა უდესიანის ჯგუფი. და შეგიძლიათ მარტივად უკაცრავად. შეგიძლიათ ამოიღოთ. რა უნდა ამოიღოთ? ზალით გაკეთებული თქვენი კადრები. თქვენი ზალით გაკეთებული კადრები. უკაცრავად. თქვენ არ უხდიდი? ჯოლოხავ ამასაც ამბობ. ეს არის თქვენი ბინძური კამპანია. დაწუნებული ვარ ძალიან გეწინათ, იმიტომ რომ ეს საქმე ამ ხელისუფლებამ რომ არ გამოიძიოს, შემდეგი ხელისუფლება აუცილებლად გამოიძიოს. ხმას ეხა ხმით თუ ცდილობ გადაფაროთ და საზოგადოებას არ გააგებინეთ რეალობა, ესე არ გამოვა. ბატონო გიორგი. მადლობა ბატონო გია. აღარ ისმის თქვენი ხმა. აღარ ისმის თქვენი ხმა თუ მე არ მოგცემთ მიკროფონს. ბატონო გიორგი, მე მინდა ბატონ რომეოს
დრო აქვს ინფორმაცია ჯოლოხავასთან დაკავშირებით იმისათვის რომ მაყურებელს ავუხსნათ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ეს დეტალი იმიტომ რომ გარკვეული პერიოდია გასული უკვე მას შემდეგ რაც ჯოლოხავას საქმეზე იყო საუბარი ჯოლოხავა როგორ მოვიდა ჩვენთან კადრები არის შენობაში როგორ მოდის როგორ არის კიბერზე ვინ არის ჯოლოხავა მაყურებელს კიდევ ერთხელ რომ ავუხსნათ პატიმარი ყოფილი რომელსაც თეა წულუკიანი და არჩილ კიბელაშვილი აიძულებდა რომ ბაჩო ახლა ეცნამდე ჩვენება მიეცა ის მიიყვანა ირმა ინაშვილმა მათთან თეა წულუკიანმა პირდაპირ ეთერში დაადასტურა ეს ფაქტი თეა წულუკიანის ამონაწერი ნახეთ არის სატელევიზიო ჩანაცე და სხვა დიახ ჯოლოხავა ჩემთან იყო დაადასტურა და ასევე მინდა გითხრათ რომ ბატონები აქ აპელირებენ რომ თითქოს და ესენი არ არიან ხელისუფლების ცალკე პირები არიან საზოგადოების წარმომადგენლები არიან მე მინდა წარმოგიდგენთ ბატონი ილიას რომ ობიექტივში და ერთი წამით მე უნდა დავამთავრო შემდეგ გთხოვთ ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ ბატონ ჭიკაიძესთან არა ბატონ ჭიკაიძესთან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ყველაზე მთავარი საიდან ფინანსდება ობიექტივი საიდან ფინანსდება ვახანია ბატონ მაშინ და ვაჩვენოთ მაყურებელს რომ მაყურებელმა დაინახოს ეს არის ვახანია რომელიც არის რუსი ბიზნესმენი რომელსაც აფინანსებდა ღია ბოქლომს რომელიც ჟურნალისტი იყო ბატონი ილია ჩაჩიბაია და ყველაზე მთავარი ილია ჩაჩიბაია ამბობს ხელისუფლების კავშირი არ აქვს მისი ძმა არჩილ ჩაჩიბაია დაინიშნეს პოლიციაში ეხლა მისი დედა მარინა კვიკვინია დანიშნეს სკოლის დირექტორად და ეს ადამიანი ამბობს რომ კავშირი არ აქვს კარგი გასაგებია გამაცემინეთ რა პასუხის საშუალებას და შემდეგ უკვე გადავალისებთ ფოტოსურათი რომელიც არის პოლიციაში გადაღებული ეხლა გეჭიროთ ასე პოლიცია თქვენი ძმა პოლიცია ილია მოусმინოთ ილიას რომ ილიამ უპასუხოს და შემდეგ დავუბრუნდებით ისევ რესპონდენტებს არის მის თქვენი ხმა მე მაქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ფოტო შინაგან საქმეთა მინისტრთან ალექსანდრე ჭიკაიძესთან მაგრამ ეს ჩემთვის არის კომპრომატი მე მიწევს ხოლმე საჯარო შეხვედრებზე ყოფნა და ალბათ როგორც ბევრ ჟურნალისტს გადაღებული მაქვს საჯარო მოხელეებთან ფოტოები უფრო მეცაც ვიტყვი რაც შეეხება ვლადიმერ ვახანიას სწორედ თქვენი ხელისუფლების გამო და იმის გამო რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 6 წლით ის ციხეში გამოკეტა ეს ადამიანი რომელიც სრულებით უდანაშაულოა და ვერც დაუმტკიცეთ რეალურად რომ ის რუსეთის აგენტი იყო თქვენ ყველას რუსეთის აგენტს ეძახით ვისაც განსხვავებული აზრი აქვს სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების არა მადლობა არასდროს არ მიმიღია ნაციონალური მოძრაობა ძალიან მოკლედ გეოგრაფიული რუკა უნდა გაჩუქოთ უბრალოდ თქვენ ალბათ ვერ ანსხვავებთ ამერიკას და რუსეთს იმიტომ რომ ჩვენ ამერიკაში დაუფრინავთ ბრიუსელში დაუფრინავთ და სტრასბურგში დაუფრინავთ რუსეთთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს ამიტომ გრუს აგენტები ჯერთ გრუს გასაგებია ბატონია დიდი მადლობა დიდი მადლობა გაერკვიეთ უბრალოდ დაგიბრუნდებით შემდეგ ილია ძალიან მოკლედ გთხოვთ დირექტორი არც სამეგრელოში და არც ერთ ქალაქში საქართველოში და ჩემი ძმა არ მუშაობს პოლიციაში და რომც მუშაობდეს მე ვიამაყებდი ამით იმიტომ რომ საქართველოს პოლიცია დღეს გახდა ისეთი როგორც გაუხარდება თითოეულ ქართველს პოლიციელები დღეს აღარ არიან ზონდერები მადლობა დავუბრუნდეთ ჩვენს რესპონდენტებს დიდი მადლობა მოусმინოთ რესპონდენტებს ილია თუმცა მე მინდა გითხრათ რომ მეც ჟურნალისტი ვარ მეც წლების განმავლობაში მიწევს ჟურნალისტური საქმიანობა, მაგრამ არ მაქვს ფოტო არც შინაგან საქმეთა მინისტრთან, არც პრემიერ-მინისტრთან და ასე შემდეგ. მადლობა. გასაგებია, მადლობა. დავუბრუნდეთ ჩვენს რესპონდენტებს. გთხოვთ მოусმინოთ ადამიანებს, რომლებიც დაასრულებენ ახლა ჩვენთან ჩართვას. ქალბატონ ირმასთან გადავალ მე მივცემ მას რეპლიკის საშუალებას. მოусმინეთ გთხოვთ ადამიანს, რომელიც თქვენთან ერთად მარცხნავდა აქციებს რამდენიმე დღის წინ. ქალბატონო ირმა, გიორგი ონიანმა თქვენზე განაცხადა, რომ თქვენ რეალურად ხართ დღევანდელი ხელისუფლების ნაწილი. საერთოდ გიორგი ონიანი რო ხმას იღებს და ლაპარაკობს, აი ეს არის სასაცილო რა, მართლა სატირალი რო არის. ეს ზონდერი. ეს ზონდერი. ზონდერი რა არის? ზონდერი ის არის. პოლიციელი იყავი, ფორმაში იყავი, მიდიოდი და ჩემნაირებს და ჩვენაირებს არ მანახეთ ერთი კადრი. ინტერნეტში მაგავცელებული. ერთი კადრი მანახეთ, ეს არის თქვენი ას ერთ კადრს გაჩვენეთ. როგორ არ მოვიდა ერთი მანახეთ. ხა გაჩუმდიმან. ებუკა ესე რო ხელს იზავთ არაფერს არ ნიშნავს ქალბატონო. შენ უფლება არ აქვს რო ხმას იღებს. უფლება თქვენ არ აქვს ქალბატონო. იმიტომ რომ ზონდერი ხარ და წავზადეთ რუსეთში და ატაროთ რამდენი ხდებათ იმედი პრესკონფერენციები. ხო, რატო არის მან დამოსული? რატო არ კითხულობთ? რატო ერთ არის ადვოკატი არ ახარ. უკაცრავად ქალბატონო ირმებით. ადვოკატი სარდებით. ეს მანტია არგიშველი. როდესაც საუბარი მიდის აფხაზეთზე. ძველი ჯანაშვილს არჩენ არგიშველით ეს ადვოკატის მანტია. ქალბატონო, თქვენ ხართ 6%-იანი პარტია და საუბრობთ 30%-იანი პარტიის განადგურებაზე. ეს
ბუნებაში არ ხდება, ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში, ეს არ ხდება ამერიკაში, ეს ხდება პუტინის მიერ, ვინაიდან მას თუ არ მოწონს და 30% 40 აი ეს უბრალოდ სირცხვილია, მე თქვენთან საქმე არ მაქვს. როგორ მეცნიერება? თქვენ ხართ ჩვეულებრივი? რას ასაცილოა? არა, ერთუჯრედიანი. მე საუბარი არ მინდა. შეხარ ერთუჯრედიანი ამბავს. არა, თქვენ დაგიბრუნდეთ. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ და ფსიქო ავიღოთ. დიდი პატივი რომ მე გელაპარაკე. ჩვენ ფსიქო ავიღოთ და თქვენ დამერწმუნდეთ არ მოგცემთ. ერთუჯრედიანი ამბავს. თქვენ ფსიქოს არ მოგცემენ ქალბატონო. ერთუჯრედიანი არ მოგცემენ. დიდი მადლობა. მე მადლობა. მე ზონდერებ. მე გამოვდადი ჩემთან ერთად და გავესინდო და თქვენ ფსიქოს არ მოგცემენ ქალბატონო. ირმა. გიორგის მინდა მიმართო. ერთი წამი დამასრულებინეთ. რამდენი წამი იყო? დამასრულებინეთ საუბარი. რაღაც კადრებს ასე არ გამოჩნდება ეს კადრები უბრალოდ არ გამოჩნდება ტელეფონით რა კადრებზეა საუბარი ზონდერი რო არის ნაცირა და ორნიანი აი ნეტა ესე დაეკავებინათ გუშინ ძალიან კარგი თემა ისაკავებდი სივა გააწანი ჟურნალისტს მაგაქცია შეზონდერო შენა ბატონო გიორგი დიდი მადლობა ბატონო გიორგი გისმენთ უკაცრავ ერთი თვით რა ხა თქვენთან გისმენთ და შემდეგ ქალბატონოა და თქვენთან გადმოვდივარ ბატონო გიორგი გისმენთ უკაცრავად გაგიკვირდება და ირმა ინაშვილი გავიცანი სტრასბურგში. ანუ იქ ჩამოვიდა ირმა ინაშვილი საქართველოს დისკრედიტაციისათვის 2008 წელს. იქ დაიქირავეს უზარმაზარი დარბაზი თავისი ალაფუხშეტებით, რომ მოეზიდა დიქაური პოლიტიკოსები და საქართველოსთვის ცუდი ეთქვა. ვინ დააფინანსა? ირმა ინაშვილს ვინ დააფინანსა? მე მაინტერესებს. მე მაშინ მაგას ვკარი რომ ის საქართველოს საწინააღმდეგო დაკიდებდა საქმეს. ხარხან მოურავმა და იმათმა ძმებმა დააფინანსეს ირმა ინაშვილი. მე იმ დღიდან ვიცოდი რომ ესენი არიან საქართველოს მტრები. მე 2002 წლიდან 2013 წლამდე საქართველოში არ მიცხოვრია. მე ვიცხოვრე სტრასბურგში, ერთ ქალაქში და იქიდან ყოვლად მიუკვერძოვებელი ვარ. აი იქიდან ვადევნები თვალყურს და ვიცი თუ რას აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობის გუნდი და როგორ ხვდებოდნენ ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები და ირმანი ინაშვილი როგორ თათხავდა საქართველოს, როგორ ლანძღავდა, როგორ მადლობა. ფეხქვეშ თელავდა. დიდი მადლობა. ეს ყველაფერი მაქვს ჩემი ყურით მოსმენილი და ეს ფული მე მინდა რომ მიპასუხოს ირმა ინაშვილმა. საიდან ამ ხელა ფინანსები ყველა ევროპულ ქალაქში რო დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე ქალბატონ ადას უნდა მივცე აუცილებლად სიტყვა და შემდეგ დაუბრუნდები რესპონდენტებს და გადავალთ რეკლამაზე. ქალბატონო ადა გისმენთ. პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ რომ მომიპატიჟეთ თქვენ სტუდიაში. რუსთავი 2 სტუდიაში არ ყოფილვარ 15 წელი. მინდა გითხრათ რომ ძალიან გამიკვირდა თქვენი მოპატიჟება. მიახლოებით ვიცოდი რა სიტუაცია განვითარდებოდა აქ და რა მდგომარეობა იქნებოდა ბატონო გიორგი. იმიტომ რომ სულ ეს წლები და დღესაც მე სამწუხაროდ და საუბედუროდ იმიტომ რომ ეს არის ძალიან ძლიერი ტელევიზია, პროფესიონალი ტელევიზია, კარგი პროფესიონალი გუნდი ყავს. ტექნიკური აღჭურვილობა აქვს შესანიშნავი და ყველა სოფელში ძალიან კარგად იჭერს რუსთავურს. უბრალო მავთულითაც შეიძლება რუსთავი 2-ის მაუწყებლობის დაჭერა. მე ამით ხაზი მინდა გავუსვა რუსთავი 2-ის მაუწყებლობის სიძლიერეს. და რა სამწუხაროა მე ამას ვამბობ ჭეშმარიტი გულის ტკივილით რომ თქვენი ტელეკომპანია მე ვაკვირდები მას უკვე მრავალი წელია სამწუხაროდ და საუბედუროდ ემსახურება ძალიან ოდიოზურ ადამიანებს და ძალიან ოდიოზურ ხელისუფლებას და სამწუხაროდ არ ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ რატომღაც ბატონო მაგრამ დაუბრუნდეთ თემას. მე ვიცი რომ თქვენ მიჩვეული ხართ ბევრი რაღაცის მოსმენად, მაგრამ მე გულწრფელად გეუბნებით ამას და მართლა არ მინდა რომ ასე იყოს. გასაგებია, მადლობა. ძვირფასო მეგობრებო. დღევანდელ თემასთან დაკავშირებით რა ეს უშუალოდ დღევანდელ თემასაც ეხება, იმიტომ რომ რუსთავი 2 სამწუხაროდ ისევ დარჩა ფორპოსტად ნაციონალური მოძრაობის და ბუდეთ ნაციონალური მოძრაობის და ციტადელად ნაციონალური მოძრაობის საუბედუროდ. იცით რა, როდესაც ქვეყნის პარლამენტში
ჩვენ დეპუტატად გვიზის ბატონი გივი თარგამაძე, როდესაც ქვეყნის პარლამენტში გიორგი ბარამიძე ვიცე-სპიკერად გვიზის, ის ქვეყანა არასოდეს არ დაწყნარდება და არასოდეს არ დამშვიდდება. ძალიან გავცილდებით. უკაცრავად და მე ხმა არ მომიღია, მე მგონი 9:30. რამოდენიმე საპროტესტო აქციაზე ვიტყვი და რამოდენიმე სიტყვა მინდა უთრა ქალბატონ ანი ნადარეიშვილს. ანი ნადარეიშვილი ჩემ თვალწინ გაიზარდა ქალაქ სოხუმში. ჩვენი ოჯახები ძალიან მეგობრობდნენ. და მე დიდი გულისწყვილით მას დღეს თვალყურს ვადევნებ, აგერ უკვე 2 წელია და საერთოდ რაფერი არ მითქვი არასოდეს. უბრალოდ მე მინდა ძველი გამონათქვამი გავიხსენო. ნათქვამია სიყვარული ბრმა არის. და ეს მდგომარეობაშია ჩემი ანი დღეს. მას დაკარგული აქვს რეალობის გრძნობა და დაკარგული აქვს ობიექტურობის გრძნობა სამწუხაროდ. რაც შეეხება ჩვენს აქციას. ჩვენ ნამდვილად ჩავატარეთ აქცია სასამართლოსთან კარებში ჩავატარეთ და ერთწუთიანი აქცია გქონდა შიგნით ეზოში ძალიან შორს ვიდექით შენობისგან. და ძალიან მშვიდობიანად იყო ეს ყველაფერი, იმიტომ არ გაგვიქცია წინააღმდეგობა. პოლიცია მინდა გითხრა და მე მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას. ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეო, სანამ საქართველოს ის პარლამენტი ყავს, რომელიც ყავს, ჩვენ არასოდეს არ ვიქნებით შვიდად, ჩვენ არასოდეს არ ვიქნებით დაკმაყოფილებული. დიდი მადლობა ქალბატონო. სამართლიანობის და დასაწყებია. მე მინდა მივმართო ჩემს მოსახლეობას, რომ უნდა დავიწყო დიდი ხანია, უნდა დავიწყო ძალიან სერიოზული მრავალრიცხოვანი აგრესიული აქციები. ერთადერთი მოთხოვნით აგრესიულში მე ვგულისხმობ ემოციური, სისტემატიური, გაბრაზებული. იმიტომ რომ კრიმინალური ბანდა არ უნდა იჯდეს დეპუტატებად პარლამენტში. არ უნდა იჯდეს. არ უნდა იჯდეს და ჩვენს ტელესიფრებში არ უნდა ჩდებოდნენ ხედავამე ადამიანების მართლმსაჯულებლები, მკვლელები. მადლობა ქალბატონო ადა. ძალიან უშიშროა. მადლობა. გთხოვთ ქალბატონო ანი. თქვენ არ გაინტერესებთ ჩემი საუბარი? ქალბატონო ადა. თქვენ საუბრის ძირითადი ნაწილი მოახმარეთ რუსთავიორზე საუბარს. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა სხვა თემაზე. მინდა მე რუსთავიორს მესმის. ამიტომაც თქვენ გქონდათ ამის საშუალება რომ გეთქვათ, მივცეთ საშუალება ანის რომ გიპასუხოთ თქვენ. დიდი სიამოვნებით ადა, მე მინდა რომ არ მიყურებთ თვალებში და მე მინდა რომ თვალებში შემომხედოთ, იმიტომ რომ ჩვენი ოჯახები ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს, მე და შენ მე გარიდებ თვალებს. თქვენ საუბრობდით ეხა ისე რომ ერთი არ გამოგიხედიათ ჩემკენ. მე იმიტომ გამოვიწიე ეხა. იმიტომ გამოვიწიე ეხა და ერთი წუთით, იმიტომ გამოვიწიე რომ შემომხედოთ. მე მაინტერესებს სასამართლო ეზოში რატომ მოხვედით? აი კონკრეტულად რა საპროტესტო, აი ბაჩო ახალაიას საერთოდ ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი, როდესაც ამდენი ხანი არანაირი აქცია არ შეგიტარებიათ და უცებ ეხლა განაჩენის წინ გააქტიურდით ყველა ერთად და ზეწოლას ახდენთ სასამართლოზე. ამას ყველაფერს თავი დავანებოთ. აი შენ ადა მაინტერესებს, იმიტომ რომ შენ მამაჩემის წინააღმდეგაც ზუსტად ესეთი საპროტესტო მერე ბოდიშიც მოიხადე ამასთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ბაჩოს ახალაიასთან დაკავშირებითაც ბოდიშს მოიხდი მალე, ეს გახასიათებს და მე ძალიან მაინტერესებს კონკრეტულად რას ითხოვდი, აი ბაჩოს სხვა ნაციონალური მოძებნ რუსთავი 2 არაფერი არ მეტეს. ჩვენ როგორც აი ოჯახები ერთმანეთს ვიცნობთ. მაინტერესებს ბაჩო ახალაია ისა თქვენ რო ლაპარაკობდით მე არ გერჩრებოდით ბატონო ილია თუ შეიძლება ჟურნალისტობა დავიწყეთ თუ რა დავიწყებ პასუხს ვცემ ნუ კამათობთ თუ შეიძლება რომ მითხრათ და პრეტენზია რა გაქვთ ბაჩო ახალაიასთან აი რა საპროტესტებდით იქ აქციაზე პირველ რიგში მე ვაწყობდი აქციებს მონაწილეობა მიმიღია ორგანიზაცია არა იმიტომ რომ ამის თავი არ ქონდა და არც მაინტერესებდა მინდა გითხრათ თქმა თქვენის წინააღმდეგ იმიტომ რომ ხშირად არ ვიყავი თანახმა
და არ ვეთანხმებოდა მის პოზიციებს. რომელს? და მინდა ეხლა აქ თუ დრო არის ჩამოვთვლი ეხლა ბატონი თამაზ ნადარეიშვილის პოზიციებზე ვისაუბროთ აქ? კი ბატონო, თუ არის დრო. თუ არის დრო. არა, უფრო მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ. და ბოდიში გენაცვალე ანი არასოდეს არ მომიხდია მე არასოდეს მე არ გამიკეთებია. არასოდეს არ გამიკეთებია. არ არის სასიამოვნო თქვენთვის, ჩემთვის, მაგრამ სამწუხაროდ ამ თემაზე ვსაუბრობდა. არ არის ეს ასე როგორც თქვენ ბაჩუახალასთან დაკავშირებით გამეცით უკაცრავად რა პრეტენზია მაქვს? თქვენი მეუღლე საყვარელი ძალიან საყვარელი იყო ვხედავ მე ამას ანი მე ხო ხაზი გავუსვი რომ ბრმა არის სიყვარული რა ვქნა სიყვარული რა არის მე შეიძლება არ ვიცი მე და იცით თქვენ ვიტყვი გენაცვალე ვიტყვი თქვენი მეუღლე და თქვენი მაზლი იყვნენ სიმბოლოები კრიმინალური რეჟიმისა და ეს სიმბოლოები უნდა გასამართლდეს თავის პირდაპირ ეთერში პირდაპირ ტელეკამერების წინ თქვენი მეუღლე, თქვენი მაზლი, თქვენი მეგობარი მერაბიშვილი და ასე შემდეგ ჩადიოდნენ დანაშაულს. კონკრეტული დანაშაული. ბევრი აქ თვლილია. 26 მაისი, 7 ნოემბერი, 15 ივნისი. რომელიც ხდება ძალიან ბევრი. მადლობა ქალბატონო და ანი რას ნიშნავს ჩვენი სასამართლო? როიღოს ბაჩუახალა გარეთ იქნებოდა და დანარჩენებიც გარეთ იქნებოდა. იქ ბევრი გმირი არის მანამ სანამ ნაციონალური მოძრაობა არ გასამართლდება გიორგი დამიგდეთ ყური მანამ არ დათმარდება ჩვენი ქვეყანა და არ დათმარდება ჩვენი საზოგადოება. დიდი მადლობა ჩვენ რეპლიკებით ბოლო რეპლიკებით უნდა დაუბრუნდეთ ისე ვირმა ინაშვილს და გიორგი ონიანს ვინაიდან ისინი ისე კამათობდნენ რომ მეჭვრავს რომ მაყურებელმა ვერაფერი ვერ გაიგო გთხოვთ მოусმინოთ ქალბატონო და გთხოვთ დამშვიდით არის მის თქვენი ხმა გთხოვთ ნუ კამათობთ და მოусმინოთ ქალბატონ ირმას და ბატონ გიორგის ქალბატონო ირმა გისმენთ არა ჯერ ბატონ გიორგის უსმენ და მე დავასრულებ მე თქვენ გთხოვთ ვინაიდან თქვენ პირველმა დაიწყეთ გთხოვთ ახლა თქვენ ბოლო რეპლიკა გააკეთოთ და შემდეგ თუ გნებავთ კიდევ დაგიბრუნდებით გიორგის შემდეგ. კი ბატონო, მაშინ დამიბრუნდით, იმიტომ რომ მინდა ერთი წუთი გაქვთ თქვენ. ერთ უჯრედიანს მოусმინო. გთხოვთ შეურაცხყოფის გარდა. ბედუკაძის ნაწილზე გეუბნებით. ბედუკაძის ნაწილზე გეუბნებით. მიჩეული ხართ ესეთ უზრდელობებს და ბედუკაძე ჩემ ჯოლოხავა ზეუზელეთ თქვენი პარტიის წევრებს, მაგრამ ჩემთან ეს უზრდელობა ნამდვილად არ გაგივათ რა. ბატონ გიორგი, გთხოვთ მოусმინოთ. არა, შეგვიძლია მოусმინოთ, მაგრამ ერთ უჯრედიანი ბედუკაძე ნუ ეხადა შეუძლია გამოირეცხოს კარგად ვერი როცა ჩემზე საუბრობ ნუ ნერვიულობთ დაწყნარდით მალე თქვენ აღმოჩნდებით ბაჩუახალაია მე კიდე გიმეორებ გეპატიჟებით ფსიქიატრიულში საიდანაც გაწნოთ რომ თქვენ არ გამოგიშვებით ეხლა როგორ ეხლა ერთ უჯრედიანი არ არის შეურაცხყოფა და ეს შეურაცხყოფა როგორ არის ისიც შეურაცხყოფაა და ესეც ამიტომ ორივეც გთხოვთ შეურაცხყოფის გარეშე ქალბატონო ირმა გისმენთ შეურაცხყოფის გარეშე დიდი სურვილი გაქვთ რომ ბედუკაძე გამოაცხადოთ ჩემს მეგობრად მაგრამ ბედუკაძე ჩემი მეგობარი არ არის სააკაშვილის რეჟიმა ბაჩო და დათაახალაიების რეჟიმმა იმ ბოროტებამ შექმნა ბევრი ბედუკაძე 18-ვე სასჯელახსრულების დაწესებულებაში თქვენ ყავდათ გიპასუხებთ თქვენ ყავდათ სპეციალური შტატი ვიდეო გადამღებების, რომლებიც აფიქსირებდნენ ადამიანების წამებას. სააკაშვილის რეჟიმს ყავდა და შემდეგ ეს კადრები თავს იყრიდა ახალაიასთან, ეს კადრები მიდიოდა მერაბიშვილთან. ეს კადრები მიდიოდა სააკაშვილთან. ეხლა რა შეეხება? დამასრულებინე და მერე გამეცით. დამასრულებინე და მერე დამასრულებინე. გეკითხებით. თუ ესეთი რამე ხდებოდა, რატო არ მისცა ესეთი ჩვენება ლადო ბედუკა? თუ ეს მიდიოდა ახალაიასთან, თუ ეს მიდიოდა სააკაშვილთან რატომ არ განაცხადა სასამართლოზე რომ მას ეს კამერით გადადგებული თქვენთან კი არ მოკონდა მიკონდა სააკაშვილთან მიკონდა ახალაიასთან პირდაპირ ჩართვისას ლადო ბედუკაძემ ბრიუსელიდან ეს ყველაფერი მოყვადა ლინკს გამოგიგზავნა ჩვენებაში რატო არ ასახა მედიაში გაავრცელა უამრავი განცხადება და ჩვენებაში რადგან პასუხს აგებდა შემდეგ არ ვიცი დაუსვეს კითხვა დაუსვან და უპასუხებს რა პრობლემაა უნდა დაესვა ღიად საჯაროდ მედიისთვის ეს არაერთხელ აქვს გაცხადებული და ბედუკაძე რა შუაში უამრავ სხვა აბა მე და თქვენ ვარ ჩუვაში უამრავ სხვა ციხის ვიდეო ოპერატორს
პირდაპირ დაწერილი განცხადება აქვს ჩემთვის მოტანილი, რომ ამას აკეთებ. როგორ ჯოლოხავას? ამას აკეთებ, როგორ ჯოლოხავას, თქვენ ცალკე მოგეკითხებათ ამაზე პასუხი, ჯოლოხავას რა გაუკეთეთ? პასპორტი როგორ წაართვით, ქვეყნიდან როგორ გაიყვანეთ? როგორ? პასპორტი როგორ წაართვით, ქვეყნიდან როგორ გაიყვანეთ? შეგიძლიათ ესეთი თქმულებას ნაყრები ილაპარაკოთ, ეს თქვენი სტილია. ჩვენ როგორ გადააგდეთ ბატონო გიორგი, მე ჩვენება შეაცვლევინეთ. ბატონო გიორგი, მოусმინეთ ქალბატონ ირმას და შემდეგ უპასუხეთ, თორემ ასე ვერასდროს ვერ დავასრულებთ. გისმენთ ქალბატონო ირმა. ბედუკაძეზე ხშირად მისვავენ კითხვას, რატო არ ითხოვთ მის დაპატიმრებას, ან რატო არ ითხოვდით მის დაპატიმრებას. ბედუკაძემ გაიარა სასამართლო პროცესი, ბედუკაძემ მიცა ჩვენება. არ გაუულია სასამართლო პროცესი. მე ვესწრებოდი იმ სასამართლო გაუკეთა კბილაშვილმა საერთოდ არ მისულა ეს საქმე სასამართლომდე ქალბატონო. და თქვენ წეღარო ბძანებდით მან და რო ამბობდით რომ პროკურატურასთან აქცია არ გაგიმართავთო, მე ზუსტად იმიტომ მართავდი კბილაშვილის ხელმძღვანელობის დროს პროკურატურასთან 3000 კაციანი აქცია მოვაწყეთ. როდის და დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. როცა მთავარი პროკურორი იყო, აუცილებლად გაჩვენებთ 3000 კაცი ვიდექით, ზუსტად ისე როგორც 2 დღის წინ სასამართლოსა და ვითხოვდით რომ 2 დღის წინ სასამართლოსა 3000 კაცი ვიდექით. არა, ვიდექით შედარებით ნაკლები. მეტი გინდათ, მეც გამოვიყვა. მეტი გინდათ? მეტი გამოვა გარეთ. გარწმუნებთ მაგაში. 20-ზე აბჯერ ბევრი ვიყავით სხვათა შორის. ამას რა მნიშვნელობა აქვს? წინ მივდივარ მე კბილაშვილის პროკურატურასთან, იმიტომ მართავდი აქციას, რომ მისგან მოვითხოვდი სამართლიანობის აღსრულებას. კვლელების დასჯას. დღეს რატო არ კვლელების დასჯას. და დღეს თუ დავინახავ პროკურატურა არაფერს არ აკეთებს. ვითხოვ და 4 წერილი გვაქვს შეტანილი პროკურატურაში. მე და ჩემ ადვოკატს ჯუმბერ მილორავას. ვითხოვ დიახ და მაინტერესებს როდის დაიჯებით თქვენ პერსონალურად. რატო არ იძიებენ? იძიებენ როგორც მე ვიცი. იძიებენ. შემდეგ გადავედით. მადლობა, უნდა დავასრულოთ. დაასრულებთ. ბატონო გიორგი, გთხოვთ დაასრულებინოთ, თორემ ვერასდროს ვერ დავამთავრებთ ასე. ჩვენ რაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო, მე მინდა ეხა მივმართო ქართულ ხალხს. ჯერ ერთი მინდა ბოდიში მოგიხადოთ, ჩვენ ვართ სულ ემოციაში ამ ბოლო დროს და ეს ალბათ ბუნებრივია, იმიტომ რომ არ შეიძლება ამისი ატანა ემოციების გარეშე და ეს ამ ხელისუფლებამ დაუშვა, რომ დღეს ზონდერები და ირმა ინაშვილი პირდაპირ ეთერში ერთად ვისხდეთ. ზონდერი თქვენ ბრძანდებით. თქვენ ხარ ზონდერი და გაჩვენდით ეხლა. თქვენ ბრძანდებით. და ეს განურჩევლობა და ხელისუფლებას დიდი ხანია უნდა მიეღო ზონდები. სამართლიანობის ამდენი. დაეჭირათ მე ლადო ბედუკაძე. რატო არ დაიჭირეთ? მე ვარ ხელისუფლება. დიახ, სულუკიანთან მე ვერ შევალ ეს ემატივად, თქვენ როგორ შედიხართ? მე ვერ შევალ ეს ემატივად, როგორც თქვენ შედიხართ სულუკიანთან. მედროს იმიტომ რომ უამრავი ადამიანი გველოდება კიდე. კბილაშვილიც არიან. რომელსაც უნდა თავისი აზრი გამოსვა. მე ორი სიტყვით თანამდებობის ბატონო გიორგი, ვეღარ მოგცევთ მედროს, იმიტომ რომ მე გთხოვდი ყველა მინისტრმა ირმაინაშვილისთვის ორი სიტყვით აუცილებლად უნდა გავცემ პასუხი, იმიტომ რომ ერთი წამით მე არ დამისულებია აზრი. განმავლობაში თქვენ სცემდით ერთი მეორეს პასუხს არ დამისულებია, დანაშაული არ არის რომ მინისტრმა მიიღოს მოქალაქე. ბატონო გიორგი, ეს არ შეიძლება. მე გთხოვდით რომ თქვენ გეცლიათ ერთმანეთის რა უნდა მეცლია რომ ერთუჯრედიანი ეძახა ეს არ იყო ისეთ ერი სადაც უნდა გეცლია ადამიანისთვის და მე ის უკაცრავად მე ის სურათი რა წარმოაჩინეს ნეტა ესე დაეკავებინათ გუში და არ ეცემათ ხალხი. გიორგი ონიანი და ირმა ინაშვილი იყვნენ პირდაპირ ეთერში, ჩვენ დავბრუნდებით სტუმრებთან და პირდაპირ ჩართვებით რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში.